ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გამოეხმაურა. როგორც გამახარიამ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია სივრცეში განაცხადა, გუშინდელ ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციაზე მთავარი მოქმედი პირი არა ბადრა გუმბა, არამედ რუსეთის წარმომადგენელი სერგეი კირიენკო იყო. მისივე თქმით, კირიენკოს ქმედებებით საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ არსებობს და ოკუპირებულ რეგიონში მთავარი მოქმედი ძალა რუსეთია. მისივე თქმით, რუსეთი აფხაზებს რამდენიმე სოციალური პრობლემის მოგვარებას დაპირდა. საუბარია ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოფხვაზე, საპენსიო ბარათების გაცემასა და აფხაზური მართვის მოწმობებით რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებაზე. სანაცვლოდ კი უახლოეს მომავალში კრემლი გუმბას გუნდისგან სასურველი კანონპროექტების, მათ შორის ინვესტიციების შესახებ კანონპროექტის მიღებას მოელის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთში პროტესტის ტალღამ იფეთქოს და აფხაზი ხალხი კვლავ ქუჩაში გამოვიდეს. გუშინ სოხუმში ჩატარდა ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია. ჩატარდა სცენარით, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს, მაგრამ გუშინდელი ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია იმით განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი მსგავსი ღონისძიებებისაგან, რაც მათ ჩაუტარებიათ, რომ მთავარი მოქმედი გმირი იყო არა ის დე-ფაქტო პრეზიდენტი, არამედ მეფის ნაცვალი, თუ როგორ არის ახლა იმას შეიძლება მეფის ნაცვალი დაერქვას, კირიენკო, რომელიც იძლეოდა დავალებებს, დარიგებებს აძლევდა, როგორ მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ ვითარებაში, რა საკითხები უნდა განეხილათ, რა საკითხები უნდა გადაეჭრათ და ასე შემდეგ. ასე რომ კიდევ ერთხელ გუშინ ყველამ, ვისაც ამის დანახვა სურს, ძალიან კარგად დაინახა, რომ აფხაზეთი ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და არავითარი დამოუკიდებლობა მათ არ გააჩნიათ. თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად, ეკონომიკურად დამოკიდებული არიან ოკუპანტზე. ყურადღება მიაქციეთ, აი ძალიან მარტივი საკითხები, აი საპენსიო საკითხი, მართვის უფლება და რაღაც აი მსგავსი საკითხებიც კი ესე იგი უნდა გადაჭრას და უნდა გადაწყვიტოს რუსეთმა.